მოგესალმებით, რადიო პალიტრისა და პალიტრა ტივის ეთერში ყველაზე საქმიანი გადაცემა, თქვენ უსმენთ და უყურებთ საქმეს. მე მატუხიაშვილი გახლავართ. დღეს საქმე წარმოგიდგენთ. პრემიერმა ბიზნესმენებს გურიის რეგიონში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. ლაგოდეხის რაიონში სტიქიამ მოსავალი გაანადგურა. მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა სამოგზაუროდ ყველაზე იაფი ქვეყნები დაასახელა. სანამ ჩვენს სტუმარს და გადაცემის მთავარ თემას წარმოგიდგენდეთ, მოკლე საინფორმაციო გამოშვება მინდა შემოგთავაზოთ, რომელიც მომზადებულია ბიზნეს სააგენტო BPN-ის ახალ ამბებზე დაყრდნობით. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც გუშინ გურიის რეგიონის საწარმოები მოინახულა, ბიზნესის წარმომადგენლებს აღნიშნულ რეგიონში მეტი ინვესტიციის განხორციელებისაკენ მოუწოდა. როგორც პრემიერმა თქვა, გურიაში პროგრამის აწარმოე საქართველოში ფარგლებში გაფართოვდა ჩაის ერთი საწარმო, ასევე დამტკიცდა $2 მილიონი ოდენობის შეღავათიანი სესხი. აქ არის უნიკალური რესურსი და მეტი აქტიურობაა საჭირო სახელმწიფო მაქსიმალურად მხარში დაგიდგებათ და რაც შეიძლება გააკეთებს, აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. უკვე მესამე დღეა ლაგოდეხში სტიქიას ებრძვიან ლაგოდეხის რაიონში ამ დრომდე მუშაობენ სამაშველო სამსახურები, სპეციალური ტექნიკა და დახმარებას აღმოუჩენენ მოსახლეობას, რომლებსაც დაეტყორათ როგორც მიწის ნაკვეთები, ასევე სარდაფები. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ზარალის აღწერა წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი აღწერონ თუ რა ოდენობის ზარალი მიიღო ლაგოდეხმა. გადაუდებელი წვიმების გამო მდინარე ალაზანი ადით და ჯებირები გაარღვია და 10-ობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაიტბორა. წყალდიდობამ დააზარალა საზამთროს, ნესვის, კიტრის და სხვა ერთწლიანი კულტურები ფაქტობრივად გაანადგურა, დაიტბორა ასევე ვენახები. ლაგოდეხის რაიონის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია, რომელსაც ყურადღებას BPN-ი ამახვილებს, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ტურისტებისთვის ყველაზე ძვირი და იაფი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც 151 ქვეყანა შევიდა. რეიტინგი რამდენიმე კომპონენტის გათვალისწინებით შემუშავდა, მათ შორის ავიარეისების საშუალო ფასის, სასტუმროების ფასის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივია ტურისტებისთვის, ცხოვრების ღირებულების, საწვავის ფასის და მსხვერპლობითი უნარის პარიტეტების მიხედვით. ანგარიშის მიხედვით სამოგზაუროდ ყველაზე იაფ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა ირანი, ასევე ეგვიპტე, ინდონეზია, იემენი, გამბია, მალაიზია, ტუნისი, ინდოეთი, პაკისტანი და ალჟირი. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნების ნაწილში საომარი მდგომარეობა ან მოსახლეობა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, მაგრამ ტურისტებს ეს ხელს არ უშლის იმაში, რომ ჩავიდნენ და ეს ქვეყანა ასე ვთქვათ, ეს ქვეყნები მოინახულონ. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაზე ძვირად ღირებული ქვეყნების რეიტინგით საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. ასეთი ქვეყნების რეიტინგში მოხვდნენ ფინეთი, ირლანდია, სეიშელის კუნძულები, კანადა, გერმანია, ჰონგ-კონგი, ისლანდია, ბარბადოსი, ნიდერლანდები, სენეგალი და დანარჩენი სხვა ქვეყნები. ახლა რაც შეეხება ჩვენი გადაცემის მთავარ თემას, მე დარწმუნებული ვარ, მთელი ყურადღება გასული კვირის განმავლობაში იყო ევრობანკის წლიური შეხვედრის მიმართული, რომელსაც 1500 ადამიანი დაესწრო, მათ შორის იყო 60 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მსოფლიოს ბიზნესის წარმომადგენლები. წლიურ შეხვედრას ძალიან ბევრი შეფასება გაკეთდა, როგორც საქართველოს მთავრობის მუშაობასთან დაკავშირებით, ასევე ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და სავალუტო, ასე ვთქვათ, პროცესებთან დაკავშირებით. სწორედ ეს თემა გახდა ჩვენი დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა. ბუნებრივია გვაინტერესებს რა გამოძახილს პოვებს რეალურად გასული კვირის განმავლობაში გამართული შეხვედრა საქართველოში და როგორ შეიძლება აისახოს ეს ღონისძიება ხანგრძლივ პერსპექტივაში საქართველოში ლარი დოლარის გაცვლით კურსზე.
მინდა ჩვენი გადაცემის სტუმარი წარმოგიდგინოთ 2030-ის წევრი ექსპერტი მიხეილ დუნდუა, მასთან ერთად ვისაუბრებთ ამ თემაზე. მინდა ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს მოვუწოდო, რომ იაქტიურონ, ისარგებლონ ამ შემთხვევით, რომ ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში. ძალიან საინტერესო, საჭიროებო, მტკივნეულ თემაზე ვსაუბროთ, როგორიც არის ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი და ქვეყანაში მიმდინარე სავალუტო პროცესები, ასე რომ ისარგებლეთ ამ შემთხვევით და დაგვირეკეთ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომრებზე 237-139, 238-139, ან მოგწერეთ თქვენი მოსაზრება საიტზე palitre.tv-ში და ბუნებრივად თქვენი მოსაზრება გაგვიზიარეთ, ან შეკითხვა დასვით. ბატონი მიხეილ, მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ხართ. მადლობა თქვენ, რომ მომიწევთ. კარგი. პირველ რიგში მაინტერესებს, როგორ ფიქრობთ, საკმაოდ საინტერესო შეხვედრები, რომელიც გაიმართა გასული კვირის განმავლობაში და საკმაოდ ისეთ იმედის მომცემი პროგნოზები, რომელიც ამ შეხვედრასთან დაკავშირებით გაკეთდა. რეალურად როდის აისახება ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე? ან ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ის ფული, რომელიც გადახდილი იყო ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ვიცით, რომ მხოლოდ ფინანსთა სამინისტრომ დაახლოებით 5 მილიონი ლარი გადაიხადა, რომ 67 ერთეული Toyota Camry-ის მარკის ახალი ავტომობილი შეეძინა ამ შეხვედრისთვის და მაშინ მოსახლეობას ეს აუხსნეს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც პირველად ტარდება საქართველოში. მარტივად რომ ვთქვათ, აი ეს ფული, რომელიც ბიუჯეტიდან და ისევ მოსახლეობის ჯიბიდან წავიდა ღონისძიების ორგანიზებისთვის, როდის დაბრუნდება ისევ ეკონომიკაში და ისევ მოსახლეობის ჯიბეებში. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ფორუმის დამთავრებისთანავე უკვე ამ ფულმა დაბრუნება დაიწყო უფრო დიდი მასშტაბით, იმიტომ რომ EBRD-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი უკვე იწყებს მონაწილეობის მიღებას EBRD ისეთ პროექტში, როგორც ენერგეტიკულ პროექტებში და მალე გამოჩნდება ზუსტად თანხა 10 მილიონი დოლარისა თუ ევროსი, რომელიც მაგალითად ნესკრაჰესის თუ სხვა მსგავსი ტიპის პროექტებში ჩაიდება, ასე რომ შეიძლება ზუსტად იმ პროცესში თქვენ ამ ფრაზას მეუბნებით, უკვე მიმდინარეობდეს აქტიური შეაბასი ზუსტად წელსვე, ამ თვეშივე, მომავალ თვეს დასაბანდებელი თანხმთან დაკავშირებით. მე მინდა ვთქვა, ხაზი გაუცვა, რომ EBRD არასოდეს არ აფინანსებს წაგდებიან პროექტებს, EBRD აფინანსებს რენტაბელურ, მაღალ რენტაბელურ პროექტებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის საქართველოში არსებულ ვითარებას პოზიტიურად უყურებს. ამას არაერთხელ გაუსვა ხაზი, საერთო გარემო დადებითად შეაფასა, რეგიონში გამორჩეული უწოდა საბაზრო ეკონომიკის განვითარების კუთხით, უბრალოდ პირობების საბაზრო ეკონომიკის განვითარებისათვის შექმნილი პირობების თვალსაზრისით რეგიონში გამორჩეული ქვეყანა უწოდა, ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვინდა და ბუნებრივია სულაც წინ და გავაგზავნოთ ამ მიმართულებით. მოკლედ, EBRD-ის ფორუმი მნიშვნელოვანი იყო რამდენადაც, როგორც მოგახსენეთ, 1500-ზე მეტი გავლენიანი ბიზნეს ჯგუფის წარმომადგენელი იყო ქვეყანაში. იმისათვის, რომ 10 გავლენიან ბიზნეს ჯგუფთან დააყარო ურთიერთობა, 10-ვესთან უნდა გაემგზავრო, მას უნდა შეხვდე და ბევრი უნდა ესაუბრო. როცა გინდა 1500 ინვესტორთან დაამყარო ურთიერთობა, 1500 ვიზიტი და კომუნიკაცია უნდა განახორციელო. და როცა 1500-ივე ერთ დღეს ჩამოდის საქართველოში, შენ გეძლევ უნიკალური შანსი მათთან დაამყარო ურთიერთობა. თან ისინი მოტივირებულები არიან, რომ გაეცნონ ადგილობრივ ბიზნეს გარემოს, თან მხარდაჭერილი EBRD-ის პრეზიდენტის მხრიდან და EBRD-ის წარმომადგენლების მხრიდან, რომ საქართველოში არის კარგი გარემო, მათი შეფასება, ასე ვთქვათ, EBRD-ის შეფასება მათთვის მნიშვნელოვანია და უკვე დაიწყო ფიქრი პროექტების განვითარებაზე, რეკომენდაციაც გაცა EBRD-მა, განსაკუთრებით ორი სფერო გამოყვა ენერგეტიკა, სადაც ყველაზე სასარგებლო არისო, ასე ვთქვათ, აირათიანი ინვესტიციების დაბადება და სოფლის მეურნეობა. თან სოფლის მეურნეობა, როგორც ვთქვით, სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად რენტაბელური მიმართულება, სხვა მოწინავე დარგებთან შედარებით და აი საქართველოში კი სოფლის მეურნეობა არისო ყველაზე მიმზიდველი. ეს იმას ნიშნავს, რომ ის სფეროები, რომ ჩვენი აკადემიის ქუსლია, რომელიც გამოსწორებაც გვინდა და ძალგონის არ ვიშველებთ, ხო, ყველა იმაზე ფიქრისათვის რა უშველოთ, ხო, რეგიონებში ყოფ მოსახლეობას, რომელიც ახლა ძალიან უჭირს განსაკუთრებულად ამ სავალუტო კრიზისის ფონზე. ქალაქის მაცხოვრებელსაც, რეგიონის მაცხოვრებელსაც, ჩვენ ვამბობთ თბილისით თავგობალდა და გადაქცეული რეგიონებს კი სოფლის მეურნეობა დარჩათ იმისათვის, რომ დაკავდნენ და საქმე გაჩნდეს. აი EBRD სწორედ სოფლის მეურნეობას მიანიშნებს და მოუწოდებს 1500-მდე ბიზნესმენს, რომ ამ მიმართულებით მათი აქტიურობა იქნება მათთვისაც მომგებიანი და არა მარტო საქართველოსაც. მოკლედ ეს ღონისძიება გაცილებით უფრო დიდი სარგებლის მომტანია, ვიდრე 7 მილიონი ლარი, კიდე 70 მილიონი ლარი. ძალიან დიდი ღირებულების მატარებელია, განვითარებისათვის მნიშვნელოვანია
მოკლედ კარგი ღონისძიება იყო და გამიხარდა რომ ასე ღონისძიება საქართველოს შედგა. თქვენ ენერგეტიკის სექტორი აღნიშნეთ და ბუნებრივია ხაზგასმული იყო რომ საქართველოში საკმაოდ მომგებიანია ენერგეტიკაში კაპიტალის დაბანდება. თუმცა გასულმა წელმა ჩვენ გვიჩვენა რომ 2013 წელთან შედარებით ენერგეტიკის სექტორში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების რაოდენობა იყო შემცირებული. რით იყო ეს განპირობებული? ზოგჯერ შეიძლება წლიდან წლამდე ფლუქტუაცია იყოს, თქვა ერთ წელს იყოს მაღალი, მეორეში დაბალი, შემდგომ წელს გაიზარდოს. თავარია ტრენდი იყოს დადებითი და აღმავლობისაგან მიდრეკილი. შესაძლებელია ამან ჩვენ უნდა შეგვაშფოთოს და ეს არ არის თქვა ის მაჩვენებელი, თქვა რომლის გამოც შეიძლება იმედგაცრუებას მივეცეთ, იმიტომ რომ ის პროექტები, რომელიც ახლავს საუბრობ, ნესტრაჰეცი ხო, სხვა პროექტები, იგივე თქვა ხარის ელექტროსადგურთან დაკავშირებული მმართველობის ეკოლოგიური სუფთა ენერგია, ჰიდროენერგიებზე მომუშავე მსხვილი პროექტების ამოქმედება. ეს უკვე წელსვე იწყება და უკვე განაცხადი გააკეთა EBRD-მა, რომ ხარს დაუჭერს და სასესხლო კაპიტალს ჩადებს ამ მიმართულებით, ხო? უკვე თქვა იმისა, რომ თან რატომ არის საქართველოს, როგორ შეიძლება იყოს საქართველოში, რატომ შეიძლება იყოს საქართველოში ენერგორესურსების, ენერგოსექტორში ინვესტიციების დაბანდება. თუ ქვეყანას ეკონომიკის პერსპექტივა არ აქვს, განვითარების პერსპექტივა არ აქვს, ენერგომოხმარებაც ვერ გაიზრდება მას და ბუნებრივია ენერგეტიკაში დაბანდებული თანხები არც იქნება ისე რენტაბილური და მომგებიანი. რადგან EBRD ხედავს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ენერგოსექტორში ინვესტიციების დაბანდებისა, მინიშნებს იმას, რომ მას მიაჩნია, რომ საქართველოში განვითარდება ისეთი დარგები, გადამამუშავებელი მრეწველობა და ისეთი მრეწველობა, რომელიც ენერგომომხმარებელია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ენერგიას მოიხوارს და ჩვენ აუცილებლად გვჭირდება დიდი ენერგია, დიდი ეკონომიკის შესაქმნელად და ბუნებრივია საექსპორტო პოტენციალის მნიშვნელოვანია ქართული ენერგეტიკისათვის. მოკლედ, EBRD-ის შეფასება იყო წმინდა ბიზნეს შეფასება, წმინდა საინვესტიციო შეფასება პროცესისა, მან რეკომენდაცია მიცა 1500-ზე მეტ ბიზნესმენს და ეს ძალიან პასუხისმგებლიანი განცხადება, როცა თითოეული ადამიანი თავის განცხადებას უკვირდება, რომ არც გადააჭარბოს და არც შეამციროს სწორი თვალთახედვა. პრეზიდენტი მაღალ ტრიბუნაზე მოუწოდებს 1500-ზე მეტ ბიზნესმენს, რომ აი საქართველოში ეს სექტორებია მომგებიანი, ის პასუხს აგებს და მან იცის რატო ამბობს ამ განცხადებას, იმიტომ რომ თქო შემდგომ ნაბიჯის გადადგმის როცა რომელიმე ინვესტორი დაინტერესდება, აუცილებლად გამოითხოვს ინფორმაციას, რის საფუძველზეც აკეთებს, თქვა ბატონ ჩაკრაპატი ამ განცხადებას. მოკლედ ძალიან პასუხისმგებლიანი განცხადება იყო და ძალიან კარგი სასიხარულო. თუმცა მანამ სანამ EBRD-ის ღონისძიება გაიმართებოდა, მე მახსოვს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებას, რომ EBRD-ის ღონისძიება ხელს შეუწყობდა ქვეყანაში ლარის გამყარების პროცესს. რა თქმა უნდა, ეს ნათქვამი იყო უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი პროგნოზი იყო, თუმცა ბუნებრივია მოსახლეობა მაინც იმედის თვალის შეყურებდა იმას, რომ შესაძლებელი იყო გარკვეული ფსიქოლოგიური ფაქტორებს ემოქმედა და გასული კვირის განმავლობაში, მათ შორის როცა ესეთი მაღალი დონის ღონისძიებები იმართებოდა თბილისში, ლარი ცოტა მაინც გამყარებული იყო. თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ გასული კვირის განმავლობაში დაახლოებით 5%-ით კიდევ გაუფასორდა ლარი დოლართან მიმართებაში. მე მინდა რომ ზოგადად ლარის თემა ის ლაიტმოტივად გასდევდეს მთელს ჩვენს გადაცემას და მანამ სანამ აი ამ შეკითხვას დაგისვამდეთ ლართან დაკავშირებით, რამდენად იყო გადაჭარბებული მოლოდინები მოსახლეობისა, რომ EBRD-ის ღონისძიებამ ყისვე შეცვლიდა ლარი დოლარის ასე ვთქვათ კურს და ამ სურათზე აისახებოდა. მინდა ძალიან მცირე გამოკითხვა შემოგთავაზოთ, რომელიც BPN-მა Business Press News-მა თავის მკითხველებს შესთავაზა. კითხვა იყო ასე დასმული, თქვენი დაკვირვებით რა გაძვირდა ყველაზე მეტად, სწორედ კურსის ცვალებადობით, 71%-ზე მეტი ასახელებს, რომ ეს არის სურსათი. 12.3% მიაჩნია, რომ საყოფაცხოვრებო პროდუქტები, შემდეგ მოდის 9%-ზე მეტით მედიკამენტები, ასე ვთქვათ, სერვისები და მომსახურება, ტექნიკა და შემდეგ მოდის სამოსი. სურათი ალბათ ნათელია, საკმაოდ დიდი ხარჯი, ასე ვთქვათ, ზარალი მიიღო შეიძლება ითქვას გაზრდილ ხარჯთან ერთად მოსახლეობამ. ხომ არ იყო გადაჭარბებული მოლოდინი მოსახლეობისა, რომ EBRD-თან ერთად მყისვე შესაძლებელი იყო, თუნდაც გაჩერებულიყო ლარის ვარდნა. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ EBRD-ის ღონისძიება მართლაც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისათვის, რომ დადებით ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით რადგან მნიშვნელოვანია, საშუალოვადიან პერიოდშიც კიდე მოკლევადიან გრძელვადიან პერიოდში დადებითი ფაქტორია. თუმცა არა გამსაზღვრელი ამ შემთხვევაში ჩვენ დავინახეთ, რომ მიმდინარეობის პროცესში ლარის კურსი გაუფასურდა. დიდი ხანი ვაუბრობ ლარზე მიმდინარეობს სპეკულაციური შეტევა. როცა სპეკულაციური შეტევა მიმდინარეობს ლარზე, მაშინ როცა პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება, პოლიტიკურად განსხვავებული პოზიციით ყოფი პირები და მათთან ალიანსში ყოფი, ვთქვათ, ორგანიზაციები, პირები შეიძლება აწყვინოს შეგნებულ საბოტაჟს, იმიტომ რომ მართალი ბრძანეთ. ყველა პარამეტრი
რა პარამეტრისას შეიძლება ლარი გაუფასურებულიყო, რა პარამეტრი იყო ნორმაში და გამოჯობესების სტატიაზე. თან დაიფხვა EBRD-ის ღონისძიება და ამ დროს ხდება მისი გაუფასურება. ეს აშკარა სპეკულაციური შეტევის სუნს ტოვებს. კვალს ტოვებს. ეს შეიძლება მოხდეს მოკლევადიან პერიოდში. მე ადრეს განუცხადე და ვამბობ. ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია ამ თვალსაზრისით. ფლობს ეროვნული ბანკი ინფორმაციას, რომელიც არა გამჭვირვალე. ფლობს თვითონ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, მოწმედ ყავს თავისივე საბჭო და ეს მთელი სისტემა ადიეშვილის კადრებითაა დაკომპლექტებული. თვითონვე აკონტროლებს საბანკო ზედამხედველობას, უშუალოწლობა აქვს მთელი ისეთი ინფორმაციებს, რომელიც წვდომა არ აქვს მთავრობას, არც EBRD-ს, არც საველიტო ფონდს და ყველა ის პოლიტიკა, რასაც ის ამართლებს, რომელთა მე უნდა გავატორო პოლიტიკა, ხო? რომელიც სწორია. ეფუძნება იმ ინფორმაციას, რომელიც ექსკლუზიურ წყალს თვითონ აქვს. შესაბამისად, როცა ტარდება ფინანსური აფიორა, თქვა, სპეკულაციური შეტევა, ინფორმაციის წყარო სანდოობაა ძალიან მნიშვნელოვანი. თუ კი არ არსებობს სხვა ნეიტრალური მხარე, რომელიც დაადასტურებს, რომ ნამდვილად მდიდრობს სპეკულაციური შეტევა ლარზე, ამ შემთხვევაში სანდოობის ხარჯი იქნებოდა მაღალი. და ვინ უნდა იყოს ეს ნეიტრალური მხარე? დიახ, აი ეს პრობლემა, ეს არის პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარებულიყო თავიდან. აი როგორც კი ქადაგიძე შეიმჩნდა სამი ბანკის გაკუთრების წელობაში, ხო? ქართულ ბანკს მილიარდერის ბანკზე თქვა რომ კოტრდებოდა და დროებითი ადმინისტრაცია შეიყვანა, იქამდე ავტომობილი დაუყადაღა, რომელსაც ფული გადაქონდა ერთი ბანკი და მეორე ბანკში სასაცილო რამ განახორციელა და არაერთი პოლიტიკური განცხადება გააკეთა, რომლის შესახებაც მთელი სექტორი ყოაჩფოთო, საბანკო სექტორის აღშფოთდა უკვე არჩევნების შემდეგ და მთელი განცხადებები გააკეთა. ასეთი არასანდო პირი, რომელმაც კომერციულ ბანკებზე მიიტანა იერიში და ფინანსურ ტრადობა შეუქმნას და საფრთხე ქვეყნისა, ხო, კომერციულ ბანკს როცა მიგაქ იერიში. დავტოვეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტად. მესმის, რომ კანონის მიხედვით ის ხელშეუხებელია და საკონსტიტუციო ცვლილების უნდა მოხდეს იმის წინაშე, რომ ის გადაყენებული თანამდებობიდან, ხო? მას საკონსტიტუციო სასამართლოს დაიცავს, თუ კი თქვათ იმპიჩმენტ პროცედურა დაიწყო, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო ძველი ხელისუფლების მიერაა დაკომპლექტებული და მის მიმართულება შეიძლება არ იყოს მაღალი, ხო? გასაგებების ზების გამო ერთი გარკვეული თვალსაზრისით ერთგვარად ხელშეუხებელი ფიგურა ჩამოყალიბდა, მაგრამ თავიდანვე იყო შესაძლებელი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რომელიც მეტ გამჭვირვალობა შეიტანდა და მეტ სანდოობას ეროვნული ბანკის საბჭოში, საბანკო ზედამხედველობის გამოცალკავება ეროვნული ბანკიდან, რომ მას პარლამენტის მხრიდან დელეგირებული უფლებამოსილებით აღჭურვილი სახელმძღვანელობა და არა ქადაგიძეს, ერთი პირის და ერთი ჯგუფის, ერთი ადეიშვილის საკადრო პოლიტიკის განკარგულების ქვეშ არ უნდა იყოს საბანკო ზედამხედველობა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის საბჭო. მაშინ ის პირი, ვინც ამას აკომპლექტებდა, უნდა იყოს სანდოებით აღჭურვილი, ხო, მაღალი ავტორიტეტის სარგებლობის. და როცა მის მიმართ ავტორიტეტი არ აქვს და მან აღიარებითი ჩვენება მიცა ადეიშვილმა, რომლის მიერაა დაკომპლექტებული საბჭო, ხო, პროკურატურის კადრებით. მან აღიარებითი ჩვენება მიცა, რომ უგულავას კი არ მოუპარავს ის გაუფლანგების 50 მილიონი დოლარი თბილისის განვითარების ფონდიდან. მე ჩემი ბრძანებით გავაკეთებ. თუ კი ადეიშვილი თვითონვე აღიარებს, რომ არის დამნაშავი 50 მილიონი დოლარის გაფლანგაში თბილისის ბიუჯეტიდან, სადაც მისაც ესე თუ იმ საკითხს ხდება. უშუალოდ მის მიერ დაკომპლექტებული ეროვნული ბანკის მხრიდან რა საბუტაჟს, რატო არ მეუღდეთ საბუტაჟს? რეკლამაზე უნდა გავიდეთ, გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ დეტალურად ვისაუბრებთ, შესაძლებელია თუ არა ლარის ხელოვნურად გაუფასურება და ვის აქვს ძალაუფლება იმისათვის, რომ ეს პროცესები მართოს. დაგვალოდეთ რამდენიმე წუთით გავდივართ რეკლამაზე და დაგებრუნდებით პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში. გადაცემა საქმე პირდაპირ ეთერში დაბრუნდა 20 საათის ექსპერტი და წევრი მიხეილ დუნდუა დღეს ჩვენი სტუმარი. ჩვენ საუბრობთ გასულ კვირას თბილისში გამართულ EBRD-ის ღონისძიებაზე, რომელმაც ხანგრძლივ პერსპექტივაში საკმაოდ დადებითი შედეგები უნდა მოუტანოს როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ასევე ბუნებრივია ნებისმიერი ჩვენი მოსახლის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს. თუმცა მანამდე საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, აგერ უკვე რამდენიმე თვეა სახეზე გვაქვს ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტენდენცია. როგორ განვითარდება მოვლენები და რამდენად არის შესაძლებელი, რომ ეს ყველაფერი იყოს ხელოვნური პროცესი და მე შეიძლება ამ ხელოვნური პროცესის უკანით დგეს ამ თემებზე ვსაუბრობთ ჩვენს მთავარ სტუმართან ერთად. საკმაოდ აქტუალური საინტერესო თემა, ამიტომ მინდა მოგცეთ შესაძლებლობა, რომ თქვენ შემოგვიერთდეთ ამ თემის განხილვისას თქვენი შეფასებით, ან შესაძლებელია ეს იყოს თქვენს მიერ დასმული კითხვა. ჩვენი სტუმარის მისამართით 237-103 238-139 დაგვირეკეთ ტელეფონის ნომრებს და გადაცემის სრულობისას ჩვენ მოვისმენთ თქვენ შეკითხვას, შევეცდებით გავცეთ პასუხი. ჩვენ გადაცემის პირველი ნაწილი დავასრულეთ საუბრით
შესაძლო სპეკულაციაზე, რომელიც შესაძლებელია არსებობდეს სხვადასხვა, არ ვიცი, უწყებების მხრიდან იქნება სახელმწიფო უწყება თუ კერძო უწყება, თუმცა მანამ სანამ დეტალურად მივალთ აი ამ ასე ვთქვათ სქემის გაშიფრვამდე, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ EBRD-ის შეფასებები EBRD-ის პრეზიდენტმა გააკეთა ასეთი შეფასება, რომ ვფიქრობ საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ შესანიშნავი სამუშაო გასწია, ჩვენ გქონდა დისკუსიები მასთან, ყოველთვის როდესაც ეკონომიკა არის ზეწოლის ქვეშ, რთულია ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის ურთიერთობებში ბალანსის პოვნა, მაგრამ თვითონ საქართველოს მთავრობა, მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ძალისხმევას არ იშურებენ ამ თანამშრომლობისთვის. ანუ ერთის მხრივ ჩვენთვის არის ავტორიტეტი, ბუნებრივია EBRD და არა მხოლოდ ავტორიტეტი. მეორეს მხრივ ვხედავთ მის განცხადებას, რომელთაც ის ფაქტობრივად დადებითად აფასებს ეროვნული ბანკის მუშაობას. ხომ არ მოდის წინააღმდეგობაში მისი ეს შეფასებები? ვიტყვი რამდენიმე ფაქტორი. სხვა შორის შეფასებას ეროვნული ბანკის მხრიდან რაც გაქორწილები არ ვეთანხმები. მაქვს ახსნა, რატო არ ვეთანხმებით და რატომ შეიძლება იყოს ჩამოყალიბებული მცდარი პოზიცია. სხვათა შორის ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციას შეიძლება არსებობს რისკი, რომ მოკლევადიან პერიოდში ქონდეს მცდარი პოზიცია ჩამოყალიბებული, თუ კი მას არასწორი ინფორმაციას აწვდიან. ინფორმაციის წყარო ექსკლუზიურად არის ერთი პირი. მაგალითად, თუ ეროვნული ბანკი იტყვის, რომ არსებობს რაღაც მონაცემები, რომლის საფუძველზე ის სწორ პოლიტიკას ატარებს და ეს მონაცემები იქნება მცდარი, მაგრამ პოლიტიკა იქნება ლოგიკურად აგებული სწორად, ამ საწყისის საბაზისო ინფორმაციის გადამოწმების გარეშე ნებისმიერი პირი დაასვნის, რომ ბანკის მოქმედება არის სწორი. ქადაგიძე კი არა, ისტორიაში ყოფილა კორპორაციული მართვის პროცესში ძალიან ბევრი ადამიანი შეუყვანია შეცდომაში მთელი მსოფლიოს საზოგადოება, მაგალითად Global Crossing-ის ცნობილი кейს, რომელსაც მაგალითად მისი აქციონერები ჯორჯ ბუში და სენატორი მაკეინის კი იყვნენ. და ამერიკის ქაღალდების მარეგულირებული კომისიაც კი შეიყვანა შეცდომაში რამდენიმე წლის განმავლობაში, არ თუ ჟურნალმა ბანკერმა Forbes-მა აღიარა ერთ-ერთ ყველაზე მაგარ ბიზნესმენად მსოფლიოში. ერთ დღეში გაკორტდა, იმიტომ რომ ძალიან ცუდ ფინანსურ აფიორას ატარებდა იმ ექსკლუზიური ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მხოლოდ მან იცოდა. შესაბამისად, როცა ასეთ რისკები არსებობს, მოკლევადიან პერიოდში ქადაგიძეს კი არა, ძალიან ბევრ სხვას გაუკეთებია და მოუწყვია, თქვათ, დეზინფორმაციული შეიყვანა შეცდომაში ქადაგიძემ შეგვიძლია. შესაძლებელია, იმიტომ რომ ორეთ არსებობს ინფორმაცია გამჭვირვალე, არსებობს ინფორმაცია გაუმჭვირვალე. მთავრობა რას აკეთებდა ამ დროს? გეტყვით, აი როგორ ბიუჯეტი, ფინანსები, საგასახადო კოდექსი, სამთავრობო მოძრაობა თანხებისა, ექსპორტი, იმპორტი, ვთქვათ, საინფორმაციო მოძრაობები, ეს გამჭვირვალე ინფორმაცია. მის გადამოწმება ადვილია, აქ ვერ მოიტყუებ. ტყუილი რო თქვას, ვინმე ვერ მოიტყუებ, იმიტომ რომ გადამოწმებადია ყველა წყარო გადამოწმება. მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომელსაც ფლობს ექსკლუზიურად ეროვნული ბანკი და სხვა ვერავინ, კანონმდებლობით ვერავინ, ვერც EBRD, ვერც IMF-ი, ანუ სოფლის საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ვერც მთავრობა. თუ კი ეს ინფორმაცია არის მცდარი, რომლის საფუძველზე იგი პოლიტიკას აღალიბებს, სწორად მსჯელობს ლოგიკურად ამ პოლიტიკის ფორმირების მიზანშეწონებასთან დაკავშირებით, მაგრამ ინფორმაცია ბაზისი არის მცდარი, ამ შემთხვევაში ყველას ექნება შეტაბისილება, მაგრამ ჩვენ ეჭვი გვაქვს ქადაგიძის სამართლით, რატომ ის არასანდო პირია და არასანდო პერსონაა. ეროვნული ბანკი ვიცით, რომ ეროვნული ბანკის საბჭო დემოკრატიული პრინციპით არაა ჩამოყალიბებული, მაგრამ BRD ხედავს ქადაგიძე აქტებს განცხადებას. მისი საბჭო ეთანხმება. საბჭო ერთ შეხედვით დემოკრატიულად უნდა იყოს არჩეული, ხო? დემოკრატიულად აირჩა ნორმატიული თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ატეიშვილის კადრებით დაკომპლექტებული. მთელი რიგი ქართული წიაღისვლებია ჩადებული ისეთი წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული, რომელსაც ახლა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ დაждდება და ჟურნალისტურ გამოძიებას არ ჩაატარებს, ხო ასე? ეს არის BRD-ის პრეზიდენტი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის პრეზიდენტი და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ან მისი აუდიტორი და ზედამხედველი. მას უამრავი ძალიან ბევრი ამოცანა, მიზანი და გეგმა აქვს ცხოვრებაში და საქმიანობაში. ბუნებრივია, ის კონცენტრირებული ვერ იქნება ბუღალტრის დონეზე ქადაგიძის გადასამოწმება. სხვათა შორის EBRD პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ძალიან მაგარია ქადაგიძე, ძალიან მაგარია ხადური. ყველა ძალიან მაგარია. ამაში ეთანხმებით EBRD-ს, რომ ხადური მაგარია. იქნება ამაშიც მცდარი ინფორმაცია ქონდა. ეს მეორე საკითხი მინდა წამოვჭრა ამ დროს, მისი განცხადება არის დიპლომატიური. დიპლომატიური საქართველოში ჩამოდის, დიპლომატიური განცხადებას აკეთებს ყველა საკითხს, ხო? ბუნებრივია. და როდესაც მაგალითად მთავრობას აკეთებს ლართან დაკავშირებით, ან საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ის გამჭვირვალე ინფორმაციის საფუძველზე და გაუსაიდუმლოებელი ინფორმაციის საფუძველზე აკეთებს ამ დასკვნას, მაგრამ როცა ეროვნული ბანკთან დაკავშირებით აკეთებს განცხადებას, ექსკლუზიური ინფორმაციის მოწოდებით თავად ეროვნული ბანკია. ესაა განსხვავება, ასე რომ მეტი სანდოობა, რომელი განცხადების მიმართ შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლები, ვიდრე როცა ამას ეროვნული ბანკის მისამართი დახორციელებს. სხვადასხვა
იქამდე იყო იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადება, რომელმაც გვითხრა, რომ პირიქით კარგიც არის, დიახ. ლარის გაუფასურება ჩვენი ექსპორტისთვის. კარგიც არის ეკონომიკისათვის ლარის გაუფასურება. საიდან შეიძლება კონდეს საველე ფონდის ინფორმაცია იმის შესახებ, კარგია თუ ცუდი ლარის გაუფასურება ეკონომიკის ზრდისათვის. ეროვნული ბანკის ანგარიშებს რეპორტის საფუძველზე. მაგალითად, თუ ეროვნული ბანკი ეუბნება მას, რომ ლარის გაუფასურებამ ექსპორტს უფრო მეტი სტიმული მიცა, ვიდრე ცესხის გაძვირებამ დოლარში ბიზნეს სექტორს, დაასვრის საველე ფონდი, რომ დიახ, ლარის გაუფასურება კარგია, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, ყველამ კარგად ვიცით, რომ დოლარის გაძვირებამ, ლარის გაუფასურებამ მომხმარებლებსაც, ბიზნეს სექტორსაც, მათ შორის ექსპორტიორებს, რომელსაც ცესხი იქ დაღებული, ძალიან ძიმე ტვირთი შეუქმნა. ხა წარმოვიდგინეთ, რისგან შედგება ფასი. ფასი შედგება, თქვათ, ფასისაგან ხარჯებისაგან, საწარმოო ხარჯებისაგან. საწარმოო ხარჯებში უშუალოვანი ადგილი უჭირავს სესხს. თუ კი სესხი 30% გაგიწურდება, ამ შემთხვევაში ლარის გაიაფების ეფექტი საზღვარგარეთის ბაზარზე გაცილებით დაბალი გამოჩნდება, ვიდრე ის ტვირთი, რომელსაც განიცდია ამ წნეხის გამო. მაგრამ რეპორტი მინდა მოამზადოს იმასთან დაკავშირებით, ვის რამდენ ექსპორტიორს, რამდენ პროცენტს ექსპორტიორებისა, რამდენ პროცენტს ადგილობრივი მწარმოებლისა, რა დოზით და რა ზომით გაუძვრდა ცესხი, როგორ გაეძვირათ მათ საწარმოო ხარჯები და როგორ არის ლარის გაიფებით ჰიპოთეტური ეფექტი, მისაღები ეფექტი, ხო? ამის ანალიზი ვინ უნდა წარმოადგინოს? ეროვნულ ბანკმა იცვლობს ამ ინფორმაციას და ბუნებრივია, რადგან სანდოობა მის მიმართ არ არსებობს, ამბობს გადაგიწე, ამოწმებს საბჭო, ზედამხედველობა დუმს და ყავს რა ხელმძღვანელი ზედამხედველობა საბჭოც კი. ყველა შეპირია შეკრული ამ თვალსაზრისით, ხო? სხვა დამოუკიდებელი წყარო არ არსებობს, რომელიც ხედავდეს პროცესს და ამბობდეს, რომ ეს ასე არ არის. ბუნებრივია, ვარ ჩაკეტილ სივრცეში, სანამ ეს მოჯადებული წრე არ გაირღვევა, ყოველთვის შეიძლება ეროვნულ ბანკს იმისთვის უფლება ყოველთვის ექნება, რომ პრობლემა ძალიან კარგად არის ყველაფერი, ლარის გაიფება ეკონომიკაზე კარგად მოქმედებს, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ლარის გაიფება ეკონომიკაზე ცუდად მოქმედებს, რომც გამოკითხვა ჩავატაროთ და ყველა ექსპორტიორი შემოვიაროთ, ყველა მწარმოებელი შემოვიაროთ, ყველა მომხმარებელი შემოვიაროთ, რამდენი პროცენტი იტყვის იმას, რომ ლარის გაიფება მას რაღაცა საექსპორტო ან რაღაც სტრატეგიული უპირატესობა მოანიჭა და დღეს რაღაც გარღვევას და რაღაც დიდ პერსპექტივას ელოდება და მისთვის ეს კარგია. როცა ბიზნესთვის არაა კარგი, მომხმარებლისთვის არაა კარგი, არავისთვის როცა არაა კარგი, როგორ შეიძლება ასეთი განცხადების გაკეთება? ბატონო მიხეილ, ნუ შევქნით ახლა ისეთ სურათს, თითქოს ქადაგიძე რაღაცა განუსაზღვრელი უფლება მოსილებით სარგებლოს და არავის არ ძალუც ქვეყანაზე ამ ადამიანს პასუხი მოსთხოვოს. დიახ, მე მინდა რომ შექმნა ასეთი ფონდი ზუსტად, იმიტომ რომ მართლაც ფიგურალურად რო ვთქვა, ამ ეტაპზე განუსაზღვრელი უფლებებით სარგებლობს, გამომდინარე იქიდან, რომ მექანიზმი დღევანდელი საკანონმდებლო ჩარჩოების თვალსაზრისით, მექანიზმი თუ დარჩება დღევანდელი კანონმდებლობა, მექანიზმი იმისა, თუ როგორ შეიძლება მოევლოს ქადაგიძის ფაქტორს და ადეიშვილის ფაქტორს არ არსებობს. მაგრამ თუ მოხდება საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ადრე უნდა მოხდარიყო. ხო, არის შესაძლებელი დაადგეს ეროვნული ბანკის იმპიჩმენტის პროცედურის როცა დადგება, ვთქვათ, შევიდა საგამოძიებო კომისია, გამოარკვია, რომ დამნაშავეა. დადგა იმპიჩმენტის საკითხი. შეეგროვდა მასალა. დანაშაულში ზამთრას და ვთქვათ, უზენაესმა სასამართლომაც დაამტკიცა, რომ დიახ, დამნაშავეა რაღაცა. თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ დაამტკიცებს, რომ ის ხელს არ მოაწერს ამ დებულებას, ამ თეზას, საკონსტიტუციო სასამართლო თუ არ დაეთანხმება, იქამდე ისი პრაქტიკულად ხელშეუხებლობის სარგებლობს. ისეთი კანონმდებლობაა დღეს. და ეს კანონმდებლობა საკონსტიტუციო ცვლილების გარეშე ვერ შეიცვლება, მაგრამ არსებობს სხვა მეთოდები, სხვა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მის ძალაუფლებას შეასუსტებს და ადეიშვილის საკადრო პოლიტიკა უკვე ვერ განსაზღვრავს ეროვნულ ბანკისას. ეს არის რეფორმის ჩატარება საბჭოს დაკომპლექტების წესში, ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების წესში, რომელიც თითქოს დემოკრატიულად ჩამოყალიბდა, მაგრამ ძალიან კარგადაც ვიცით, როგორ ჩამოყალიბდა, როგორ ყალიბდებოდა. ეს არის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საბანკო ზედამხედველობას წაართმებს ქადაგიძის ჯგუფს და იქნება დამოუკიდებელი საბანკო ზედამხედველობა და ინტერესთა კონფლიქტი გამოირიცხება და პარლამენტის მიერ დელეგირებული დოვიდახჭურული პირი იქნება მისი ხელმძღვანელი და მე ჩვენ დავინახავთ არსებობს თუ არა რაღაც რისკების სპეკულაციისა და მიმართულებით და როგორ შეიძლება კორექტირება მოხდეს მონეტარული პოლიტიკის. მოკლედ, ეს საკანონმდებლო ცვლილებები მინდა რომ დღესვე განხორციელდეს, ამ თვეშივე უნდა განხორციელდეს. და აქამდე რატო არ განხორციელდა? ძალიან ცუდი რომ არ განხორციელდა. ძალიან ცუდი რომ არ განხორციელდა. მე ფინანსთა მინისტრის მუშაობის შეფასებაზე გკითხეთ. იქნება ამ შემთხვევაში იბიარდის პრეზიდენტს მცდარი ინფორმაცია ქონდა? არა, სწორედ იმაშია საქმე. თუ ეს დიპლომატიური განცხადება არ იყო ჩაკრაბატის მხრიდან, ეს ინფორმაცია მცდარი ვერ იქნება. მცდარი ინფორმაციის დაყრდნობით ვერ იყო, რატომ ბიუჯეტი
გადასახადები, ინვესტიციები, ექსპორტ-იმპორტი, ეს ღია ოპერაციებია, დაკვირვებადია და მრავალ ქვეყანასთან არის გადამოწმებადი მთელი ეს ინფორმაცია. შეუძლებელია ამ თვალსაზრისით რაღაც ტყუილი თქვა, რომელიც არ გამოჩნდება. ეს საიდუმლო ინფორმაცია არ არის. ეს ღია ინფორმაციაა. და გამჭვირვალე სხვაშორის გამჭვირვალობის თვალსაზრისით საქართველოს რეიტინგში ერთ-ერთი დაწინაურებულია და ევროპაში ერთ-ერთი სოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა გამჭვირვალობის თვალსაზრისით, სამთავრობო ფინანსების ასე შემდეგ. ეს გვაქვს ახლა სხვა პარამეტრები. IDF-ის ბოლო კვლევაში სწორედ ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტრო იყო ერთ-ერთ ბოლო პოზიციაზე აი ამ ინფორმაციის გამჭვირვალობის თვალსაზრისით. არ ვიცი IDF-ის კვლევებთან დაკავშირებით ვერ ვიტყვი, მაგრამ სოფლიო კვლევები ადასტურებს იმას, რომ საქართველოს საფინანსო სისტემის ინფორმაციის მიღება საფინანსთა სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს საერთოდ ხელისუფლების შტოებისგან არის ძალიან ადვილი, მარტივი და გამჭვირვალე. ახლა შედარებით შეიძლება ერთი უფრო ნაკლები იყოს, მეორე უფრო მეტი, მაგრამ სოფლიო სივრცეში, როგორც მაგალითად გამჭვირვალე მაგალითად ევროპის ქვეყნების მთავრობის მოქმედებების საბიუჯეტო პროცესი საქართველოში ამ თვალსაზრისით საქართველოს აქვს კარგი პოზიცია და გაუმჯობესებელი პოზიცია. ჩვენ ვიცოდით, ჩვენ ინფორმაციის მიღება, მისი დამუშავება, მის სანდობა ძალიან ძნელი იყო წინა პერიოდში. ბიუჯეტის დღეს რო დეტალურად ყველა მუხლის გაკონტროლება შეგვიძლია და ყველა ფინანსების მთელი რიგი მექანიზმები იყო, როგორიც არ შეიძლება მიიღო ადამიანს ინფორმაცია, როგორ შეიძლება გაჭიანურებული იყო პროცესი. ახლა ეს ეტაპირზე და სწორედ ამიტომაც ჩანს ძალიან ბევრი შავი ლაქა და ადვილად ხვდებით, რომ ეს მაგალითად არასწორია. ის სმენელი ყავს ხაზე ბატონო მიხეილ, შემოვიყვანოთ პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. მგარგიან განმორთე და მაინტერესებს რამოდენიმე კითხვა მაქვს რა. ძალიან. ეს გალარის გაუფასურებასთან დაკავშირებით არის საუბარი ხო და ბრალდებულება ამაზე. კომერციულობას. ეროვნულ ბანკს. რატომ არ ფიქრობთ თქვენ, რასაც მომეუსმენ, მასე იყო საუბარი. რატომ არ ფიქრობთ კომერციული ბანკებიც რო არიან ამაში გარეული თქვა. არის თუ არა შესაძლებელი. და მეორე კითხვა მაქვს კიდევ, თვითონ კომერციული ბანკი რამდენად ყიდულობს ფულს და რამდენში ყიდის? მოსახლეობა რატო ზარალდება აქეთ? კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ეს თემა ბოლოსთვის მქონდა შემონახული, მინდა რომ უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამაზე. მოდი დავიწყოთ ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის კახი კალაძის განცხადებით. სწორედ გადაცემა 2030-ში ჩართვისას განაცხადა მან, რომ დიდი ბანკების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, ანუ არ არის გამჭვირვალე. ციტატა მინდა წავიკითხო, რაც შეეხება ქადაგიძის უწყებას, არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, უბრალოდ ჩვენ დეტალურ ინფორმაციას ვერ ვიღებთ, კანონმდებლობით არ გვაქვს ამის საშუალება. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრმაც განაცხადა, რომ უჭირს რაიმე დეტალებზე ისაუბროს ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, თუნდაც ავიღოთ დიდი ბანკების ტრანზაქციები. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს და არ ვიცით ბოლო თვეების განმავლობაში, ბოლო კვირების განმავლობაში, თუნდაც საქართველოს ბანკის მიერ, TBC ბანკის მიერ რა ტრანზაქციები იქნა განხორციელებული. ამასთან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ ყველაფრის ბერკეტი ნამდვილად გააჩნია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. ამასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა ასევე კვირის პალიტრასთან საუბრისას თამაზ მეჭიაურმა, საფინანსო და საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ. როგორც ვიცით, მიმდინარე კვირის განმავლობაში გაიმართება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში. მას მიმართავენ შეკითხვებით და მას შემდეგ თუ კი ყველა კითხვაზე არ იქნება მიღებული პასუხი, არ არის გამორიცხული შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ეროვნული ბანკის საქმიანობას შეისწავლის. სწორედ აი ამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ფიქრობენ, ისინი გამოითხოვონ ისეთი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს კომერციული ბანკების ტრანზაქციების მიერ განხორციელებულ ინფორმაციაზე წვდომას. ბატონო მიხეილ, მოდი დავიწყოთ დეტალურად. რამდენად არსებობს თეორიული შანსი იმისა, რაზეც კალაძე აკეთებდა აქცენტს, რომ რამდენიმე, დავკონკრეტდებით ჩვენ, რამდენიმე კომერციული ბანკი, მსხვილი კომერციული ბანკი ხელოვნურად ასე ვთქვათ, აუფასურებდეს ლარს, მარტივად რომ ვთქვათ. მოდი ასე ვიტყვი, ამიტომ რომ ისეთ წიაღწევებში შევიდეს, რომელიც დისოდან შეიტანს საუბრისას. მინდა ერთი რამ სპეკულაციური შეტევის შემთხვევაში შეიძლება იყოს პირთა ჯგუფი, პირები, რომლებიც ამ ოპერაციებში მონაწილეობენ. ეს ჰიპოთეტურად თეორიულად შეიძლება იყოს კომერციული ბანკი, მაგრამ შეიძლება იყოს ამ ბანკთან დაკავშირებული პირი, რომელსაც ესხები იყო, ხო? როგორ შეიძლება მაგალითად როგორ შეიძლება დოლარი შევისყიდოს სპეკულაციურად განხორციელდეს ლარი გახდეს გადავცვალოთ დოლარში ან ბანკმა თვითონვე გახსნა სავალუტო პოზიცია და აღებული სესხი დოლარი შეისყიდოს ვთქვა და მეორე გაწეს სესხი და ვინც აიღოს სესხი მან განხორციელოს იგვინა ბიჭი მოკლედ სად მოხდება სპეკულაციური გარღვევა მას არც მნიშვნელობა არ აქვს ეკონომიკისათვის კომერციული ბანკში უშუალოდ თუ მის გარეთ
შეიძლება ზოგი იცავდეს კანონს სრულად, ზოგი არ იცავდეს, რომელ დონეზე ხდება გარღვევა. მაგრამ ჩვენ ვატყობთ, რომ ძალიან დიდი ფულის ნიაღვარი, როცა მიეწოდება ეროვნული ბანკის მხრიდან, ეს ავტომატურად შეიძლება კანონის დაცვითაც და კანონის დაცვის გარეშედაც გახდეს შინაარსობრივად სპეკულაციური შეტევის ეფექტის. ანუ ჩვენ საუბრობთ ამ შემთხვევაში რეფინანსირების სესხებზე დეტალურად მინდა ამაზე ვისაუბროთ, მანამდე ზარი გვაქვს კიდევ მსმენელი ან შესაძლოა მაყურებელი ყავს პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით, გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. გამარჯობა. მინდა პატივისცემა გამოვხატო ამ ახალგაზრდა მიმართ, მისი მოსაზრებები აბსოლუტურად მისაღებია ჩემი აზრით და ძალიან დადებითი განწყობილებით მინდა აღვნიშნო, წარმოუდგენელია, როცა ქადაგიძე თქვა მისი პიროვნების, მისი წარსულის, მისი პარტიულობის ნიშნის მიხედვით წვეთს საკითხებს და ეს შეუძლებელია რომ არ აისახოს. შეიძლება რადიკალური იყო, მაგრამ მიმაჩნია რომ რაც უფრო არესი ამ პრინციპითაც კი იყოს მოქმედება მის მიერ შესრულებული. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ეს ერთგვარი შეფასება იყო, შეიძლება ასე ითქვას. კარგი, გავაგრძელოთ. დიახ, რეფინანსირების, ანუ ერთ-ერთი დეტალი, რომელიც თქვენ დაასახელეთ, ხელოვნური, ასე ვთქვათ, გაუფასურების პროცესისა, შესაძლებელია იყოს რეფინანსირების სესხების უფრო დიდი მოცულობით გაზრდა, კი ბატონო. აი, მოდი ახსნი მექანიზმს, როგორ შეიძლება, მაკროდონეზე როგორ ჩანს. წიაღწევებში ვარ ჩავიდე და დეტალებში რო ვარ გადავიდე, ასე ვთქვათ, რა მიკროსაფინანსოების დონეზე და ჯიხურების დონეზე, ხო? როგორ იყო ეროვნული ბანკის ხსება 2010 და 12 წლამდე, სხვა წლებს რო თავი დავანდებოდა 2008-დან თუნდაც. როგორია 13-14 და მიმდინარე წლებში. ეროვნული ბანკის 2013 წლის 1 იანვრიდან დღემდე ეროვნულ ბანკს არ თუ მიწოდებული აქვს დოლარის მასა ეკონომიკისათვის 35 მილიონი დოლარის წმინდა ამოღებაა განხორციელებული. ანუ ეროვნული ბანკის მოქმედებამ დოლარის მასა მიმოქცევა შეამცირა 35 მილიონი დოლარის ჯამში. დიდი თანხა არა, მაგრამ არა, დიდი თანხა ეს მინდა მეთქვა, ძალიან მცირე თანხა იმისათვის, რომ რაღაცა ფონი შეცვალო. ეს მაგრამ მოქმედება არის საწინააღმდეგო მიმართულების. აი, როდესაც შენ გინდა მაგალითად იმოქმედო დადებითად სავალუტო კურსზე და არა პანიკის პირობებში ახლა რეზერვების გადაყრას და განიებას. გეტყვით, რომ პირველი მსხვილი ამოღება განახორციელა 2013 წლის 1 იანვრიდან ნოემბრამდე პერიოდში 555 მილიონი დოლარი შეისყიდა. 555 მილიონი დოლარი რომ შეისყიდა, შესაბამის რაოდენობის ლარი გაუშვა მიმოქცევაში და ლარი დოლარის ბალანსი დაარღვია. მაგრამ მევდროულად მან დაიწყო სადებოსიტო სერტიფიკატების რაღაც მექანიზმების მეშვეობით ბანკებისგან, ასე ვთქვათ, ლარის მასის სესხება, რომელიც ზუსტად დეკემბრის დასაწყისში დაიწყო ამ პროცესმა, უკან დაბრუნების პროცესი. ანუ როცა პირველი შოკი როგორც კი მოხდა, ხო ვალუტის დეკემბერში დაიწყო ხო ყველაფერი. მაშინ ეროვნულ ბანკს ჰქონდა, ასე ვთქვათ, ამოღებული ნასესხებით თანხის მსხვილი დაბრუნება კომერციული ბანკების მისამართით. ამ დროს დოლარის დიდი მასა ჰქონდა ამოღებული, ლარი დოლარის მასა ბალანსი იყო სერიოზულად დარღვეული და სწორედ მაშინვე დაიწყო დეკემბერშივე, როცა იმპორტზე მოთხოვნა დიდია და დოლარის მოთხოვნა დიდია, დაიწყო პირველი დევალვაციის ტალღა და 1.65-დან 66-დან 1.75-მდე გაჩერდა. იძულებული გახდა მე 220 დაებრუნებინა, იმიტომ რომ სრული საბოტაჟის მაშინ იქნებოდა აბსოლუტურად დეზორგანიზებული სიტუაცია. 220 დააბრუნა, მაგრამ 1.75 დონეზე ერთი პირველი გაუფასურების ტალღა მოხდა. შემდგომ პერიოდშიც მეორე ტალღა დაიწყო უკვე ისევ დეკემბერში 2013 წლისა. თუმცა უბრუნებდა, აწვდიდა, ხო? მაგრამ ამოღებულს უბრუნებდა და რეალურად 2 წელიწადს და 4 თვეში 35 მილიონი დოლარი აქეთ აქვს ამოღებული. ანუ მისი მოქმედება ინტერვენციების კუთხით, ინტერვენციები განახორციელა, მაგრამ დოლარის მასის გამოკლების მიმართულებით. დღეს არავინ არ უნდა მას დოლარი დახარჯოს, რეზერვები დახარჯოს, იმიტომ რომ სხვა მექანიზმები არსებობს, მაგრამ ფაქტი ამ დოლარის მასა შეამცირა. ეს ერთი ფაქტორი, მაგრამ მეორე უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი. ლარის გადაჭარბებული მასის მიწოდება ეკონომიკისათვის, როცა ეკონომიკა ამ მასას ვერ ერევა წარმოების პროცესში და სად მიდის მაშინ ეს მასა? მაგალითად როგორ იყო? რო შევადაროთ სიტუაცია. დღეისათვის კომერციული ბანკებს ეროვნული ბანკის მიმართ დავალიანება აქვს 600 მილიონ ლარზე მეტი. ეს რას ნიშნავს, რომ 600 მილიონი ლარი გაცემული აქვს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების მისამართად. მაშინ როცა 10-დან 12 წლამდე პერიოდში პირიქით აქეთ უნდა თვალი.
აქეთ ეროვნულ ბანკს უნდა ვალი ეროვნული კომერციული ბანკების ანუ მას დასესხები ხუნდა გამორთმეული ხუნდა ეს ჭარბი ესე იგი თუ 10-12 წლებში ეს ჭარბი იყო ეს ლარიზაში ართმებდი მას იმიტომ რომ ლარის კურსის სტაბილიზაცია მოგეხდიდა მიუხედავად იმისა რომ 2012 წელს დეფლაცია იყო ხო იყო დეფლაცია არ იყო ინფლაციის მაჩვენებელი დღეს რო იმართლებს თავს ინფლაცია არ მაქვს და ამიტომაც ფიქსები იყო მაშინ დეფლაცია იყო მაშინ რატომ ისეცხა დიდი რაოდენობით ლარი კომერციული ბანკებისგან მაშინ არ ცურავდა ეს კურსი ახლა ისწავლა ცურვა მანდამის ახლა მოუნდა სავალუტო კრიზისის ფონდზე ასე ვთქვათ სრულად ზომაგადასრულად ლარის მიწოდება რეალურად წარმოვიდგინოთ ამ პერიოდში 100 მილიონიანი დავალიანება ჰქონდა ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკებისა რამ თუ დასესხები ჰქონდა მათგან ფულის მასა დამოღებული და დღეის მდგომარეობით პირიქით კომერციულ ბანკებს აქვს დავალიანება 600 მილიონ ლარზე მეტი აქვს მათ უკვე ეროვნული ბანკისგან დასესხები ფული იმისათვის რომ ეს დაიხარჯოს სივრცეში ხო ჩვენ ხო ვიცით კრედიტ სტრუქტურა როგორია ძირითადად ის ხმარდება საიმპორტო ოპერაციებს ვაჭრობას ხმარდება სამომხმარებლო მიმართულებით იხარჯება ნაკლები ადგილობრივ წარმოებასა და რეალური სექტორის განვითარებას ხო როდესაც ასეთი სტრუქტურა გვაქვს და შენ უბრალოდ მიაწვევ ფულ დილის ნიაღვარს საბანკო სივრცესთან ეკონომიკურ სივრცეს ის მხოლოდ მცირე პროცენტი მოხმარდება ეკონომიკას და დიდი პროცენტი სხლის ეკონომიკის შექმნას ანუ იმპორტს და როცა იმპორტს ხმარდება ეს ნიშნავს რომ ქვეყნის ფინანსური გამოფიტვა ხდება ანუ დოლარის დიდი მასა ტოვებს ქვეყანას თუმცა გამოდის რომ კომერციული ბანკები ხელოვნურად მაინც არ ითვისებენ ფულ ლარის მასას ხო მათ რეალურად ჭირდებათ ეს ლარის მასა რა მეშობა იმპორტის დაფინანსებას მოხმარდება მარტივია როგორ თქვა კომერციული ბანკს ჭირდება ლარი როგორ უნდა მოიქცეს იგი თუ კი ეროვნული ბანკებას ფულს არ ასესხებს როგორც ხდება აქამდე მოიზიდავს ანაბარს კარგ პროცენტს დააწესებს და თქვენგან ჩემგან და სხვებისგან ანაბრების მეშვეობით მოიზიდავს ძალიან დიდ თანხას კომერციული ბანკება და ჩვენ როგორ ასაკმე ხა თუ კი ეროვნული ბანკი ნებისმიერ შემთხვევაში მზადაა ნებისმიერ რაოდენობის თანხა მიაწოდოს რატო იზრუნებს ისინი ლარის სხვა წყაროებით მოზიდვაზე კიდევ სხვა წყარო დოლარის გაყიდვა ლარის ყიდვა თუ ლარი ჭირდება მასას მეტი ჭარბა დააგეს დოლარი გაყიდის დოლარს იყიდის ლარს და ლარი დაწარმოებს ოპერაციებს თუ ლარი ჭირდება მას რეალურად მაგრამ თუ კი ეროვნული ბანკი ყოველთვის მზადაა ნებისმიერი მათი მოთხოვნა დააკმაყოფილოს და ნებისმიერი რაოდენობის ლარი ძალიან დაბალი პროცენტით მიაწოდოს ის კომერციული ორგანიზაცია და ფუნებრივი ეროვნულ ბანკს გამოართვევს ეს კი ფულის მასას ხომ გაზის მოგწევაში რა მნიშვნელობაა ჩვენ ფულს დავბეჭდავთ და ისე გავუშვებთ თუ ეროვნული ბანკი ასესხებს მათ ძალიან დაბალი პროცენტი ამბობენ თითქოს ერთკვირიანი არის ბიზნესების განაკვეთი მაგრამ თუ ეს ერთკვირიანი განაკვეთი მუდმივ სესხად იქცა და ყოველთვის გაუგზავნила სესხი ეროვნულ ბანკმა არასოდეს უკან დაბრუნება არ მოთხოვა და შეუტყდა უთხარ რომ მე ყოველთვის გასესხებ ამ თანხას და შენ არ მოგიწევს ბაზარზე ლარის შოვნა არ მოგიწევს ანაბრებისაგან ლარის მასის ამოვსება რომელიც ახლა შენ გინდა ხო გჭირდება როგორც კომერციული ბანკს ამ დროს კომერციული ბანკი რადგან კომერციული ორგანიზაცია საფსების სწორად მოიქცევა და იაფსესხს აუცილებლად გამოართვებს ეროვნულ ბანკს მაგრამ კითხვა ისმის 2012 წლამდე რატო არ იქცეოდა ასე მაშინაც ხო შეეძლო მიეწოდებინა დიდი რაოდენობის თუმცა დანაშაული ამაში არ არის კომერციული ბანკების ქმედებაში დანაშაული არ იკვეთება მათთვის რაც უფრო მომგებია ეროვნული ბანკის მოქმედებაში ხო იყეთება მავნებლობა ამ ლარის მიმართულებით მავნებლობა თუმცა მივიდივართ ისევ იქამდე რომ ეროვნული ბანკს არ აქვს განუსაზღვრელი ძალაუფლება და არსებობს ქვეყანაში მექანიზმები იმისათვის რომ პასუხი მოეთხოვოს ეროვნულ ბანკს საკუთარ ქმედებებზე სულ ერთ წუთზე ნაკლები გრჩება და მინდა გკითხოთ მას შემდეგ რაც გაიმართება საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არგარიშის მოსმენა ფიქრობთ თუ არა რომ უნდა დადგეს დღის წესრიგში დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პირველ რიგში დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნა ეს პარლამენტის პრეროგატივა თუ პარლამენტი თulis რომ ეს საკითხი გამოსაძიებელია დაკვირვებადია დაკვირვებას აუცილებელია დაკვირვება სიმართლის გარკვევა ეს მისი უფლებაა და უნდა განახორციელოს და არავინ არ უნდა მოუწოდოს მას შექმნას კომისია თუ არ შექმნას მისი უფლებაა და იმიტომაც არსებობს რომ გამოიძიოს სწორედაც და რა თქმა უნდა გააკეთოს მაგრამ ყველაზე უფრო ეფექტურად მეჩვენება მე ისეთ მექანიზმების ამოქმედება როგორც საკანონმდებლო ცვლილება რომელიც შეასუსტებს განუსაზღვრელ ძალაუფლებას ადეიშვილის უნდა დავასრულოთ ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყავით გადაცემა საქმე დღეს ამით დასრულებულია ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ხვალ დიდი მადლობა